ვფიქრობ შეცდომა დავუშვი და ამ ვიდეოში ვიტყვი თუ რა დავუშვი და როგორ. ამასაც შეცდომას ვერ დავარქმევდი, უფრო შეგვიძლია დავარქვა არასწორი აზროვნება და ვფიქრები. ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან და შევეცდები ამ მაგალითს გავხსნა თუ რა შეცდომა დავუშვი და რა ასე ვფიქრობდი არასწორად. ავიღოთ მაგალითად A და B ადამიანი. ამ ადამიანს არ აქვს არაფერი და უნდა თავის საკუთარი თავის განვითარება. და B ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს და მაგით ცხოვრობს. ჩემი შეცდომა რაში მდგომარეობდა. მე რომელიმე ვიდეოში მაქვს ნათქვამი, რომ უნდა იფიქრო შენ თავზე როგორც საუკეთესო ვერსია და როგორც საუკეთესო ხარ, ანუ მოხდები რაც ვამბობ იმედია. და მინდა ეს შეცდომა თქვენთვის გამეზიარებინა და მე თქვა რომ ანუ მასე არ მუშაობს, ანუ უფრო კარგად იმუშავებს გონება და ტვენი და ადამიანი თუ იფიქრებს რომ მე არ ვარ საუკეთესო. და რატომ უნდა ვიფიქროთ ასე? პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიფიქროთ მასე რომ ჩვენ არ ვართ საუკეთესოები, იმიტომ რომ ჩვენი თავი განვავითაროთ როგორც ფიზიკურად ისევე მენტალურად. როცა ჩვენ ვიფიქრეთ მაგალითად საუკეთესოები ვართ, ჩვენ უკვე აი ნახეთ ეხლა მე მეძარებოდა ვიდეო შეწერა, მაგრამ ავდექი და მაინც ჩავწერე, იმიტომ რომ ეს ჩემ მეტყოლებაზე და ყველაფერზე მოქმედებს და განვინოს ახდენს. ვინც ვიდეოს იღებს და მეთანხმება როგორი ძნელი არის ვიდეოს გადაღება და კამერასთან ლაპარაკი. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იხოცებოდა მით უფრო სითამამე გეძლევა კამერასთან და აღარ ხარ ისეთი მორცხვი. ზუსტად ასე მუშაობს ეხლაც ეგ. ანუ თუ მე ვიფიქრებ რომ საუკეთესო ვარ, მაშინ ესე იგი ეს ყოფილა რომ დროთა კამერასთან ვიქნები და თუ მე ვიფიქრებ რომ საუკეთესო ვარ და აი არაფრის შიში და კომპლექსი არ მაქვს, როცა საქმეზე მივა, როცა კამერა იქნება ჩემ თვალწინ, მე ვეღარ მოვიღებ მას, იმიტომ რომ არ მაქვს ისიც თამამება და ის გამბედაობა, რომ კამერასთან ვილაპარაკო და გავაკეთო ის, რაც გასაკეთებელი არის კამერის მიმართ. პირდაპირ. იგივე არის ზუსტად body positive-ით თუ როგორ ვქია ამახავს. თუ შენ თავი მოგწონს ისეთი როგორიც ხარ, მაშინ ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში დაუშვა. იმიტომ რომ თუ შენ ხარ გამხდარი, ან თუ შენ ხარ ჭარბწონიანი და ფორმაში შედგომა გინდა, მაგრამ აი მე ჩემი თავი მოგწონს ეს როგორც ვარ. თუ შენ გინდა საკუთარი თავის განვითარება, მაგრამ მაგ ლოგიკით და მაგ ფიქრებით წახვალ, მაშინ ვესად ვერ წახვალ. ერთ ადგილზე იქნები გაშრებული. დროთა განმავლობაში რაც უფრო მივხვდი, რომ არ იყო ეგეთი სწორი მსჯელობა და ფიქრები საკუთარი თავის მიმართ, რომ მე ვარ საუკეთესო და ამ ამასობაში მე უკვე ვარდება ის დოფამინი, რაც კი გქონდა აქამდე, რომ мотиваცია ქონოდა რამე გაკეთებინა, მაგრამ თუ გამოასწრებ ამ ფიქრს, რომ შენ არ ხარ საუკეთესო და გინდა რომ შენ თავი განავითარო ყოველ დღე და იყო დღევანდელზე უკეთესი ხვალ, მაშინ აი ეგ არის სწორი ფიქრები უსტოთ და სწორი აზროვნება. და მეგობრებიც და ახლო ადამიანებიც მაგას ამბობენ ხოლმე ზოგადად, რომ აი შენ ხარ საუკეთესო და სხვას რაღაც უყურებ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ბიჭებში უფრო არის ნაკლებად ეგ ვიდრე გოგოებში და ბიჭებში არის ესეთი რაღაცა, რომ ღადაობით, მაგრამ მაინც ასინია ხოლმე ფორმას და ეგ შეიძლება თქვათ, რომ გამართლებული არის, იმიტომ რომ თუ ეს ამ ადამიანს დასცინიან წონის გამო ან რამის გამო, შეიძლება ეს ადამიანი რომ ჩამოყალიბდება ის ფიქრი, რომ არ არის ეგრე, შეიძლება მართლა რაღაცა ცუდი იყოს და არ მოსწონდეს საკუთარ თავში და შეეცადოს ამის გამოსწორებას. ცუდი არის კი, მართლა ცუდი არის, მაგრამ ესეთი გზა არის, ვფიქრობ, რომ ეგ გამოასწორო და შეცვალო საკუთარი თავის მიმართ ეგ ფიქრი და ეგეთი აზროვნება. იმედია რომ მიიღებთ ამ ჩემ რჩევას და განავითარებთ საკუთარ თავს და იფიქრებთ ისე, რომ თქვენ არ ხართ საუკეთესოები და შეეცდებით რომ გახდეთ უკეთესი ვერსია ხვალ, ვიდრე იყავით დღეს და გუშინ. იმას კი არ ვამბობ, რომ აი საკეში რო ჩაიხედავთ საკუთარი თავის გირწებათ და აღარიანს საკეში ჩახედა, არა. უბრალოდ არ ხართ საუკეთესო ვერსია და შეეცადეთ რომ გახდეთ. და ყოველ დღე აი მაგ მუშაობაში შეეცადეთ რომ დაიმსგავსოთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსიას. ვფიქრობ რომ საინტერესო რჩევა მოგეცით, ვინც გაიგრძელებს. მადლობას ვიტყვი, ვინც არა და მაშინ უფრო უკეთესი აზროვნება გქონია მას ვიდრე მე. TikTok-ის კომენტარებში მიწერენ ხოლმე საღადაო კომენტარებს და არც ისე კარგ კომენტარებს
მაინტერესებს მაგათი ლოგიკა და აზროვნება როგორი არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ არც ლოგიკა გააჩნიათ ეგეთ ხალხს და არც აზროვნება. დღეისათვის კი სულ ეს იყო. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დაწერა, თუ მოგეწონა ეს ვიდეო და ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით.